დავიყოთ გულწრფელები, ირანელები ოპერაციის ამ ეტაპით არიან ცნობილები. ისინი ძალიან კარგად ახერხებენ დაბინდვას, გაჭიანურებას, გახამძლივებას და მოლაპარაკებების გაწელვას. რისთვის? ისინი აქ იმისთვის არიან, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მეტად გააჭიანურონ, ორ კვირაზე მეტხანსაც კი და მიიღონ გაგრძელებები. რადგან ძალიან კარგად იციან, რომ როგორც კი ნავთობის ფასი ეცემა, საფონდო ბირჟა იზრდება. ეკონომიკური ზეწოლა პრეზიდენტზე იხსნება, ისევე როგორც პოლიტიკური ზეწოლა მასზე. ირანელები მიდრეკილნი არიან, იფიქრონ, რომ პრეზიდენტი ნაკლებად იქნება მიდრეკილი, ომის განახლებისკენ თუნდაც შეთანხმება ჩავარდეს. და სწორედ ამაზე აქვთ მათ აქ იმედი. პრეზიდენტი ვიცი ნამდვილად რომ ეს ესმის, რადგან ამაზე მასთან ვისაუბრე. და რეალობა ისაა, რომ მე მჯერა, რომ ის ამას ინარჩუნებს. ირანელები ამ მდგომარეობაში, ამ ვადაში იქნებიან. დროთა განმავლობაში ირანელები მოლაპარაკებებში რას გააკეთებენ, ისინი ამაში ოსტატები არიან. აქ საქმე გვაქვს თაობების ლიდერებთან, როგორიცაა პუტინი. და შენ ამჩნევ, პუტინს არასდროს მიუღია ცეცხლის შეწყვეტა. რატომ? იმიტომ რომ მას ჯერა, რომ ომი მისი კოზირია და უნდა ასე დარჩეს. აქ ირანელები ისე მოიქცევიან, თითქოს შეთანხმებას უახლოვდებიან. იტყვიან, დიახ, აქ დათმართმობას გავაკეთებთ, ამას მოვაგვარებთო. მაგრამ გვჭირდება მეტი დრო, რომ მოვაგვაროთ. ვფიქრობ, ეს იქნება მათი მიზანი. 2 კვირის შემდეგ უნდა დავხუროთ კარი. დავრწმუნდეთ, რომ ესმით, ერთი დრითაც კი აღარ გადავდებთ. და სრულმასშტაბიან ოპერაციებს განვაახლებთ. ასე რომ, აქ ჯერ კიდევ გვაქვს გავლენა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენმა აუდიტორიამ უნდა გაიგოს. ჩვენ ასევე გვაქვს სტრატეგიული აქტივი, რომელსაც ირანელები ძალიან აფასებენ. ეს არის კარგის კუნძული. ეს კუნძული ირანელებისთვის მთავარი განაწილების პუნქტია. და მთელი ნავთობის 90%-ზე მეტი ამ განაწილების პუნქტზე გადის. ნავთობსადენი შემოდის, ტანკერები გამოდის. მისი შემოსავლის 60%, მისი ბიუჯეტის 50%. თუ ჩვენ ავიღებთ კონტროლს ამ სტრატეგიულ აქტივზე და ვივარაუდებთ, რომ შეთანხმება არ არსებობს და ვეტყვით ირანელებს, თქვენ დაკარგავთ მთელ თქვენს ნავთობს, თუ სრულად არ დატოვებთ ბირთვულ შესაძლებლობებს და არ მოგცემთ უფლებას, ჩვენ ავიღოთ კონტროლი. გარდა ყველა სხვა პუნქტისა, რომელსაც აქ ვცდილობ დავაწესოთ. და თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მას გავანადგურებთ. ეს იქნება ეკონომიკური კოლაფსი ამ რეჟიმისთვის, უდავოდ. და ალბათ მათ ისეთ მდგომარეობაში ჩააკანებს, რომ რეჟიმი იმდენად დაუცველი გახდება, რომ აღარ ექნება შემოსავალი, რაზეც შეიძლება საუბარი. ისინი საკუთარ გადარჩენაზეც კი გაჭირვებაში აღმოჩნდებიან. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი გავლენა, რომ გამოვიყენოთ ირანელების წინააღმდეგ. მაგრამ გენერალ კინე, როცა პრეზიდენტს ესაუბრებოდით, თქვენ გაანალიზეთ ზო, საომარი გეგმები და სხვა. დარწმუნებული ხართ, რომ მას აქვს სურვილი და პოლიტიკური კაპიტალი, რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. პოლიტიკური კაპიტალი ამ ომის განახლებისთვის თუ იგრძნობს, რომ ირანი ატყუებს. ეს ვიცი, რაღაცები ვიცი. პირველ რიგში ის სუდ გარიგებას არ დადებს. იმიტომ რომ მან ამ ირანელებთან უფრო მეტჯერ აწარმოა მოლაპარაკებები, ვიდრე ვინმემ. მას კარგად ესმის, რომ ისინი მატყუარები არიან, პათოლოგიურები. მას კარგად ესმის, რომ ისინი ითაღლითებდნენ. მას კარგად ესმის, ვინ არიან ისინი სინამდვილეში. მას კარგად ესმის, რომ ამ მომენტში საკმაოდ სერიოზულ რადიკალებთან აქვს საქმე. ცხადია, არა პირველ ან მეორე ხაზთან, ეს ნამდვილად. ამიტომ ის აქ სრულიად ფხიზლადაა. მე არ ვხედავ, რომ ის ცუდ შეთანხმებას დათანხმდეს, არავითარ შემთხვევაში. და მეორე რამ, მან ძალიან კარგად იცის, რომ ფლობს ამ სტრატეგიულ აქტივს, რომელსაც მე ვგულისხმობ კარგის კუნძულზე. ამიტომ კი მე მჯერა, რომ ის გაამკაცრებს და განაახლებს საბრძოლო ოპერაციებს, განსაკუთრებით კარგის კუნძულზე კონცენტრირებულს. ის სხვა რაღაცებსაც გააკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი რამ ჯერ კიდევ ძალიან მცდარია. არის რაიმე შანსი, რომ ის ისრაელს გაწირავს? მაშ, აქ ირანი ამბობს, ჩვენ მოგცემთ იმ შეთანხმებას, რომელსაც ნამდვილად გსურს, თუ ისრაელს აიძულებს შეწყვიტოს ჰეზბოლასზე თავდასხმები ლიბანში, ის ამას გააკეთებდა.
როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ესაუბრა პრემიერ-მინისტრს იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც მისი აზრით შეთანხმება შეიძლება მოიტანოს, ამიტომაც ის მზად იყო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო, მიუხედავად მოკლევადიანი საგებლისა, როგორც მე ავწერე, რომელსაც ირანი ამით მიიღებს. ის, რა თქმა უნდა, თავადაც ყველაფერს ამჩნევს. პრემიერ-მინისტრს ნამდვილად სურდა გაეგრძელებინა ოპერაციები ჰეზბოლას წინააღმდეგ აქ, რადგან მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ენდრიუ, რომ ჩვენი აუდიტორია გაიგოს, მან უკვე ერთხელ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტა სასამ ჯგუფთან. და მან იცის, რომ ჰეზბოლა დაბრუნდა და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ისრაელის მოქალაქე მოკვლას. ამჯერად ნეთანიაჰუ, ანუ სრულად აპირებს შევიდეს იქ და გაანადგუროს მათი მთელი ინფრასტრუქტურა, ლიტანეს მდინარის სამხრეთით. მან უკვე სთხოვა ხალხს, რომ წავიდნენ. მათ ეს გააკეთეს. მას ჰყავს სახმელეთო ძალები იქ და ასევე ჩართულია საჰაერო კომპონენტიც. ის უბრალოდ მთლიანად წაართმევს მათ ამას. არ დაიკავებს, არამედ გაანადგურებს. ისე რომ აღარაფერი დარჩეს გასაკეთებელი. უზარმაზარი აღდგენითი ძალისხმევის გარეშე. მას უნდა კონდეს საშუალებები, რომ შეძლოს მივიდეს და დაასრულოს ის, რაც იქ დაიწყო. და პრეზიდენტმა მისცა მას მწვანე შუქი, რომ ზუსტად ეს გააკეთოს. მე ვეჭობ, რომ მიზეზი, რის გამოც ირანელები ჯერ კიდევ ესმიან თავს არაბებს, არის ის, რომ მათ სურთ ზეწოლა მოახდინონ არაბებზე. არაბებმა უთხრან პრეზიდენტს, რომ უკან დაიხიოს და აიძულოს ნეთანიაჰუ შეწყვიტოს ჰეზბოლასზე თავდასხმა. ეჭვი მაქვს, რომ ირანელები ამ საკითხის გამო კვლავ დაემუქრებიან ხორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი მტკიცედ იდგება და ნეთანიაჰუს მხარს დაუჭერს მის მიზანში. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნეთანიაჰუ თავად იტყვის, კარგი. თუ ეს რეალური შესაძლებლობაა, რამდენიმე კვირას დაველოდები, რომ ნახო რა მოხდება. ისრაელელებისგან ამ მხრივ არაფერი მომისმენია. ამ დროისთვის ისინი სრულიად გადაწყვეტილი არიან დაასრულონ ის, რაც ლიბანში დაიწყეს. გენერალ კინი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენი ხედვებისთვის. დიახ, ძალიან კარგი იყო თქვენთან საუბარი ენდრიუ. მადლობა. ირანმა წარმოადგინა 10 პუნქტიანი გეგმა ომის დასასრულებლად, რომელიც მოიცავდა ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა ყველა ამერიკული ჯარის გამოყვანა ახლო აღმოსავლეთიდან. მაგრამ დონალდ ტრამპმა ღამით Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა. უსასრულო შეთანხმებების სიები და წერილები იგზავნება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებთან. ბევრ შემთხვევაში ისინი ნამდვილი თაღლითების შარლატანები და კიდევ უარესები არიან. ისინი სწრაფად გამოაშკარავდებიან, როგორც კი ჩვენი ფედერალური გამოძიება დასრულდება. არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეესაბამება იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, რომლებიც მისაღებია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ მათ დახურულ კარს მიღმა განვიხილავთ. ამ მოლაპარაკებების დროს სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს იმ საფუძველს, რაზეც დაფუძნებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. მაშ დონალდ ტრამპმა გუშინ 10 პუნქტი ახსენე, მაგრამ შემდეგ ირანმა ისინი გაასაჯაროვა და ახლა შეერთებული შტატები ძირითადად ამბობს, არა, ეს ის პუნქტები არ არის. პასუხად ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მიგზედ აწერა, რომ აშშ-მ უკვე დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 3 პუნქტი. შემდეგ JD Vance-მა ამას უბრალოდ უპასუხა. მაგრამ საწყისი პოსტი იყო ის 3 პუნქტი, რომლებთანაც ირანს აქვს პრობლემა. ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იყო, ამას ამბობს ირანი. დრონი შევიდა ირანის საჰაერო სივრცეში და საჭირო გახდა მისი ჩამოგდება და ისინი ირანს უარყოფენ ურანის გამდიდრების უფლებას, რაც ირანის მტკიცებით თავდაპირველი შეთანხმების ნაწილი იყო. ახლა თქვენ უბრალოდ მოისმინეთ JD Vance, რომელიც ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება არასტაბილური იყოს. ისინი არ დაუშვებენ ურანის გამდიდრებას და ასევე ლიბანი არ იქნება ჩართული არც ერთ შეთანხმებაში.